ერთხელ მივედი და მამა გაბრიელი ტირის ცრალები მოწდი და მამა გაბრიელი რა იყო მეთქი და როგორ რა იყო ნეტამ სასუფეველშიო დამლაგებლად მაინც მომაწყობდნენო და მე ვთქვი ეხა ეს თუ ამას ფიქრობს ჩემი ცხოვრება ხო საერთოდ მორჩენილი ამბავია და აი მართლა დაანაღლებულანდი ჩამოვედი სახში მე ვისი თბილისში და ერთი კვირა ვინერული მაგაზე ეხა მანკაცი თუ მაგას ამბობს მე რაღა უნდა ვქნა მაშინ მე უკვე გადაწყვეტილმა ყველანაირი ცხოვრების ამბავი და აი ესე დადარდიანებული მოვედი ცხეთაში ერთი კვირა იყო ალბათ გასული თუ რაღაცა და შემოვდივარ არებში შემოვდივარ და მამა კიბლის თავში ასე დგას აი ესე ხელები აყურებული უკვე მელოდება და შევედი ნენელა მოვახლო და მალხაზიო იცი უფალმა რა მითხაო და მეთქი რა მეთქი მამა ნუ გეშინია გაბრიელო ფაიტონით შემღახარ სასუფეველში მე გამახსენდა რომ მამა გაბრიელი ღეროდა ხოლმე ცან პაცანჯან ესე და რომ გამოდიოდნენ და მე მუსიკოსი ვარ და რომ გამოდიოდნენ და ამას ამბობდნენ გული მწყებოდა ჩემთან არასოდეს არ გავუკეთები არასოდეს არ უმღერია და რა მოხდებოდა ერთხელაც მეც მომესმინა თქო და ერთხელ წევს და კნესის და არ არის კარგად და იძახის უცებ ძალიან პაცანჯან მაგრამ ამას ისეთი ტკივილით ამბობს რომ მივხვდი რომ ეს ჩემი გულისთვის ამბობდა რომ მე მომესმინა როგორ ღეროდა ხოლმე და ახარებდა კიდე როდის აკეთებდა უკვე როცა სასულიერო თემებზე საუბრობდით აი განტურთვის ამბავში უცად გვინო კახურო უცად დაჭეკავ და სხვა თემაზე გადადიოდა ესე განტურთვის ის იყო რა მე სხვა იმაზე გადადიოდა მე ისევ გადმოერთებოდა აი ერთხელ ფეხი რომ მოთხრა მითხრა მამა გაბრიელმა გულს არ დაუჯერეო და ჩავედიო და არ დაუჯერეო გულსო და ეგრეო ფეხი მომტყდაო და მეუნება მე სამთავროში რომ შევედიო ფეხი მოტეხილი იწვა უფალი ხალიჩაზეო და იცი რა მითხრა უფალმაო და რა თქვი მამა ნუ ხო ხედავ გაბრიელ შენი ტკივილიც მეც მაწუხებს და მეც ტკივაო და ფეხი მოტეხილი იყო უფალი ხალიჩაზე და მე მეუნება ფეხი იცი რატომ მომტყდაო და ხატო მეთქი მამა გაბრიელი აი ცალკე ფეხ მოტეხილებისთვის არ ვლოცულობდიო ყველაზე ვლოცულობდი მაგრამ აი ფეხი მოტეხილობა რო იყო ცალკე იმაზე არ მოლოცულობდა ეხა ის ხალხი შემაყვარა უფალმაო